ასეთი მდგომარეობა ერის გამრავლების საკითხი კი არა, თვითონ შენარჩუნების საკითხი დგას. ვინაიდან დიდი რაოდენობა მოსახლეობის გაჭირებაში ცხოვრობს და ჭირს ბავშვების რჩენა. ამიტომ ყოველწლიურად კლებულობს როგორც ქორწინების, ისე შობადობის რაოდენობა. ესე იგი, სოციალისტური წყობილების გრევის შემდეგ დამოუკიდებლობა კი მივიღებთ, როგორც აღნიშნე ეროვნული მოძრაობის პერიოდში მრავალი პარტია, მრავალი საზოგადოება შეიქმნა, რომლებიც ეხმარებოდნენ მრავალშვილიან ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები უყიდეს, ბინები უყიდეს, კულტი ეხმარებოდნენ, მათ შორის ეკლესია, პატრიარქი და სხვა სასულიერო პირები, მაგრამ ცხოვრება ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ბევრმა მიანება თავი ამ საქმეს და აღარც ხელისუფლება აქცევს ყურადღებას, აღარც პარტიები, აღარც საზოგადოებები. ამჟამად მრავალშვილიან ოჯახებს სოციალური დაცვის ხაზით სახელმწიფო რაღაც თანხებს აძლევს, მაგრამ ისე მცირეა, რომ მინიმუმადაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების მეტწილი რაოდენობა შიმშილობს, ან ნახევრად შიმშილობს. ასეთი მდგომარეობა რესპუბლიკაში, ასეთი მდგომარეობა რაიონში. სულ რაიონში არის 1414 ოჯახი, მრავალშვილიანი ოჯახი, 1414. პირველი არის მდგომარეობა. ცხოვრობს 55,000 ცხოვრები. თუ გავყოფთ, გამოცდილ 40 ოჯახზე, მოდის ერთი მრავალშვილიანი ოჯახი. რომ ვინმე ამით იყოს დაინტერესებული, თუნდაც რაიონული ხელისუფლება, რა უნდა გაჭირდეს ისე, ყველას კი უჭირს, მაგრამ რომ 40 ოჯახმა ერთი ოჯახი, მრავალშვილიანი ოჯახი ვერ შეიტანოს. არ არის ამისი ორგანიზაცია გაკეთებული. მე გასულ წელს წინა წლებში რაიონ გამგეობაში დავაყენე საკითხები, რომ ამ საფეს ნაწილობრივ მაინც შველებოდა, მაგრამ არ იქნა გაზიარებული ჩემს მიერ დაყენებული წინადადებები. ეხლა პატარა შედარებასაც მოვიყვა. აი ასეთი მონაცემები 90 წელთან შედარებით 97 წელში შობადობა შემცირებული 58%, ქორწინება 56%. თუ შემდეგ წლებს შევადარებთ 93 წელთან შედარებით 204 ბავშვით ნაკლებია დაბადებული 97 წელში. 96 წელში კიდევ 40 ბავშვით ნაკლები. ასეთივე მდგომარეობა ქორწინებაში. აი ქორწინება 94 წელთან შედარებით შემცირებული 87 ერთეულით. ეხლა ეს მაჩვენებლები იმას მეტყველებს, რომ წინ კი არ მიდივარ, უკან მიდივარ. ეხლა გამოსავალს რაც შეხედავ. პირველი რაც მე მიმაჩნია, ეს არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იყოს თავის თავს ეს მდგომარეობა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა იქნეს არჩეული დემოგრაფიული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. და აი ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა მან უნდა იყოს ხელში და ამ საქმეს მიხედოს. პარლამენტმა უნდა მიიღოს სპეციალური კანონი რესპუბლიკაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმესთან დაკავშირებით. უნდა შეიქმნას ფონდი, დემოგრაფიული ფონდი, რომელიც დაეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს და გადარჩენას. უნდა შეიქმნას ფონდი ახალგაზრდებისთვისაც და დასაქორწინებლებისათვის. რომ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ქორწინდებიან ფინანსური მდგომარეობის გამო. არ არის საშუალება, ან არ მუშაობენ, ან თუ მუშაობენ, მცირე ხარისხია და ვერ ქორწინებიან. აი მათთვისაც უნდა შეიქმნას ფონდი, რომ ხელი შეეწყოს მათ ქორწინებას. ახალგაზრდებულებს უნდა მიეცეთ შეღავათიან პირობებში ან საერთოდ უშეღავათო უპროცენტო სესხი ბანკიდან. ან ასეთი წესი უნდა იქნეს შემოღებული, რომ საერთოდ პროცენტი არ გადახდეთ, ან კიდევ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფარო ნაწილ-ნაწილ აღებული სესხი. ასევე მიმაჩნია, რომ
სოფლად თუნდაც რაიონულ დაქვემდებარების ქალაქებში თუ დაბებში გამოიყოს მიწის ფონდი და მიეცეთ მრავალშვილიან ოჯახებს. როგორც ვთქვი, იმათ ძალიან მცირე ფართობი აქვს და არ ყოფილთ. მიწას კიდე არავინ აძლევს საკუთრებაში მიეცა 1 ჰექტარი ყველას მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებსაც, მაგრამ ეს საკმარისია. აი ეს მიწა უნდა მიეცეს მრავალშვილიან ოჯახებს და უნდა იყოს გარდამავალი ეს მიწა. რო გაუხდება იმას, რომ შვილები 18 წლისა, ბოლო შვილი 18 წელზე გახდება სრულწლოვანი, შემდეგ უნდა გადაეცეს მიწა მეორე სხვა ოჯახს, რომელიცაც ეყოლება მცირეწლოვანი ბავშვები. ასევე უნდა შედგეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე, რომელიც დაავადებულებს ყველა ორგანიზაციას, ყველა იურიდიულ პირს, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციას, რომ ვალდებულია იმან ამ საკითხებზე იმუშაოს და დაეხმაროს ქვეყნის გადარჩენის საქმეს. თუ არა და სხვა გამოსავალს მე ამ საქმეში ვერ ახედავ. აი ახლა მოდის დედის დღე. მოდის რომ 3 მარტს არის დედის დღე. ეს დედის დღე დააწესა დემოგრაფიული საზოგადოება. მან აღძრა შუამდგომლობა საკითხი დააყენა პარლამენტის წინაშე, მაშინ უზენაესი საბჭო იყო და მიიღეს ქართლის დედის წოდების მინიჭება დააწეს. მაგრამ ვერ შესრულდა ეს მიდან სახელმწიფოს არ აღმოჩნდა ფინანსები რომ გაეცა ამ საქმისათვის. წინა პარლამენტზე მიიღეს დადგენილება და შემოიღეს დედის დღე. მარტო დასვენების დღით არის გამოცხადებული, რომელსაც ისვენებს ყველა მრავალშვილიანი ოჯახის ხალხის და ყველა. მაგრამ რაიმე ეკონომიკური საკითხები არ არის მოგვარებული, მით უმეტეს საკითხები დგას, რომ დედის დღეს მაინც დაჯილდოვდნენ მრავალშვილიანი დედები რაღაცა ფულად თანხით ამ პროდუქტები მიეცეს. აქედან გამომდინარე ახლა მე უხერხემლო მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მაინც მინდა მრავალშვილიან დედებს მიულოცო დედის დღე. არ მარტო მრავალშვილიან დედებს, არამედ ყველა დედრობის სქესის წარმომადგენლებს. რადგანაც იგი ყველას დღეა. და უსურო ხნევობა, უსურო ჯანმრთელობა, უსურო გამძლეობა და როგორც აღნიშნე, გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ამ საქმეს ამოძლევს და გადაარჩენს ჩვენ ერს.